სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდა მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი. რომელ რაიონებზე ვრცელდება პროგრამა და როგორია დაფინანსების პირობები, თემა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსთან თორნიკე კაპანაძისთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემეს სტუმრობისთვის. ირიგაცია არის თემა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი ფერმერისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და როდესაც საგაზაფხულო სამუშაოები ახლოვდება ხოლმე, ეს თემა სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება საუბრის თვალსაზრისითაც. თუმცა ის ცვლილებები, რომელიც ახლა ვახსენებთ, რა მიზანს ემსახურება, რატომ გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება და რამ გიბიძგათ აქეთკენ, მე უკვე ვისაუბროთ, რა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ეს ფერმერებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს პროექტი დაიწყო 2024 წელს. პროექტის მიზანია ამ ნაკვეთებზე, რომლებზეც მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია, ჩაეშვა საგრანტო პროგრამა და აქ მცხოვრებ ფერმერებს კიდევ უფრო დიდი სტიმული ჰქონდეთ სოფლის მეურნეობით დაკავებით. რაც შეეხება ცვლილებებს, მთავარი ცვლილება და მთავარი, ასე ვთქვათ, ძირეული ცვლილება არის, რომ ჩვენ გავაფართოვეთ პროგრამის განხორციელების არეალი. 2024 წელს მხოლოდ 10 სოფელში ხორციელდებოდა ეს პროექტი, ამავე მუნიციპალიტეტების. წელს უკვე საშუალება გვაქვს, რომ გორის, ქარელის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გავრცელდეს პროგრამა და დამატებით გურჯაანის რაიონს სოფელ კაჭრეთში. გეოგრაფიული გავრცელება არის მთავარი ნიუსი, როგორც გითხარით. გარდა ამისა, ჩვენ ცვლილებები შეეხო პროცენტულ თანადაფინანსების ზღვრების ოდენობას და ასევე დავამატეთ მიზნობრიობა. მაგალითად, თუ შარშან პროცენტულად ვაფინანსებდით 40% ბენეფიციარისთვის წარმოდგენილი პროექტიდან, წელს უკვე 50%-ამდე გავზარდეთ. ასევე დავამატეთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიზნობრიობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს არის ხელის ტრაქტორები, მცირე გაბარიტიანი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. ამ მიმართულებითაც შეუძლიათ ისარგებლონ ფერმერებმა. უკვე ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ უკვე განახლებული პირობებით განაცხადების მიღებას და სოფლის განვითარების სააგენტო მზად არის უკვე მიიღოს პოტენციური ბენეფიციარის განაცხადება. რამდენი მიმართულება ახსენეთ, რა მოლოდინი გაქვთ თითოეულ ნაწილში და დავუშვათ რამდენად ელოდებით, რომ აქტიურები იქნებიან ფერმერები ამ მიმართულებით და როდესაც პროექტის წარდგენას ითხოვთ, რა ტიპის პროექტის წარდგენაზეა საუბარი, რომ უფრო მარტივად გასაგები იყოს ფერმერებისთვის, ვინც ახლა გვიყურებს, რომ რეალურად ამ მიმართულებით დავუშვათ ინიციატივები გამოიჩინონ. დიახ, მიმართულებებით დავიწყოთ, რა მიმართულებებს ფარავს პროგრამა. ეს არის სულ 7 მიმართულება, ეს არის წვეთოვანი სარწყავი სისტემის დაფინანსება, დაწვიმების სარწყავი სისტემის დაფინანსება, აგრომეტეოროლოგიური სადგურები, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, მისაბმელები, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, ხელის ტრაქტორი, მზის პანელები, ამ მიმართულებით შეუძლიათ რომ შემოიტანონ განაცხადები ბენეფიციარს. აქამდე რომ 7-ვე ეს მიმართულება იყო? დაემატა მხოლოდ ხელის ტრაქტორი, მოтобლოკების თანადაფინანსება. ჩვენ 2024 წელს ჰქონდა საკმაოდ დიდი პროექტი ამ მიმართულებით და მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი, ფაქტიურად უპრეცედენტო მაღალი რას ნიშნავს? 6500 განაცხადი მივიღეთ, მაგალითად. რეალურად რამდენი დააფინანსეთ? 4000-ზე მეტი ბენეფიციარს ხარი დაუჭირეთ, უშუალოდ მოтобლოკების ნაწილში ვსაუბრობ და ზოგადად სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე გაზრდა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის განვითარების სააგენტოსთვის, რადგან 2019 წლის მერე ჩვენ გვაქვს პროექტები ამ მიმართულებით, როგორც მცირე გაბარიტიან ტექნიკაზე, ასევე მსხვილ გაბარიტიან ტექნიკაზე, სხვადასხვა ფასების ჭრილში, ეს შეიძლება როგორც დაბალფასიანი ტექნიკით, რომელიც გამოიყენება უფრო მცირე ზომის ნაკვეთების დასამუშავებლად, ასევე უფრო ძვირიანი ტექნიკის დაფინანსების მიმართულებით. ეხლა ცელოდებით ფერმერებისგან აქტიურობას, ხო, როგორც ხვდები. დავუშვათ რა მოლოდინი გვაქვს და რა მოცულობის თანხობრივად რა მოცულობის პროექტების დაფინანსებისთვის ხართ მზად? დიახ, ერთ ბენეფიციარზე შეზღუდვა არის 30000 ლარი მაქსიმუმ. პროექტის ბიუჯეტს რაც შეეხება, გვაქვს 13 მილიონი დოლარი. როგორც უკვე აღნიშნე, ეს პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 50% არის მსოფლიო ბანკის დაფინანსება და 50% არის სახელმწიფო ბიუჯეტი. წელს ამ კოლზე გვექნება 1,5 მილიონი დოლარი გამოყოფილი 2025 წლის ბენეფიციარებისათვის, თუმცა ამ თანხების გადახედვა სხვა წლებიდან გადმოტანა ბიუჯეტის ნაწილში ასევე შესაძლებელია და ამასაც განიხილავს სააგენტო. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული არის ბენეფიციარების აქტივობაზე. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება აქტივობა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომ ჩვენ გავზარდეთ ასევე სასოფლო სამეურნეო მისაბმელებზე თანადაფინანსების როგორც პროცენტული მაჩვენებელი, ასევე მაქსიმალური
მაქსიმალური ოდენობა, ამ ნაწილშიც ვფიქრობთ, რომ აქტივობა იქნება. კიდევ უფრო დიდად გაიზრდება აქტივობა, იმიტომ რომ არეალი გაიზარდა, 10 სოფლიდან გაიზარდა, ეხლა უკვე 3 მუნიციპალიტეტის სრულად და ასევე პლუს 1 სოფელი, საკმაოდ დიდი სოფელი. ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ხელმისაწვდომობა უფრო მაღალი იქნება ბენეფიციარების მხრიდან და ორშაბათიდან ველოდებით განაცხადებს. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ, შედეგები და რეალურად აქამდე განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით ბუნებრივი ახორციელებთ და აკეთებთ მის მონიტორინგსაც, ხო, ანუ შედეგების თვალსაზრისით, რამდენად რეალურად მიიღეთ ის შედეგი, რასაც ელოდით. ეს არის ეს ხომ ვერ იქნება უბრალოდ ხელშეწყობა, ხო, დაუშვათ ფერმერების სხვა მიმართულებით. რატომ და რამდენად რეალურად შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებების ასეთი აქტიურობის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შემდგომ რეალურად ისეთი სურათი მივიღოთ, როდესაც ფერმერებს თავადაც შეეძლებათ სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმა, საკუთარი დაუშვათ იმ ტერიტორიების გაფართოება და უკეთესი მოსავლის მიღება, მერე უკეთესი შემოსავლის მიღება და შემდგომ მთელი ეს კომპონენტი და ეს ჯაჭვი, ხო? შედეგის თვალსაზრისით შეგიძლიათ მითხრათ, რომ რეალურად შედეგიანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება? დიახ, მოგახსენებთ. ჩვენ 2013 წლიდან ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს. დღეს უკვე სააგენტოს 20-ზე მეტი პროექტი აქვს. ამ პროექტებში იგულისხმება როგორც სისტემური პროექტები, როგორიც არის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, იგივე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, სადაც 11%-მდე ვასუბსიდირებთ გაცემულ სესხებზე. ფაქტიურად სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა გაცემული სესხი არის სუბსიდირებული და ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, გვაქვს საგრანტო პროექტები სხვადასხვა მიმართულებით და ფაქტიურად ფარავთ ღირებულება და ჯაჭვის ყველა კომპონენტს, როგორც პირველად წარმოებას, ასევე გადამუშავებას და შენახვას და შედეგებს, რაც შეეხება ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 10 ჯერ არის გაზრდილი სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცემული სესხების პორტფელი. იგივე ტექნიკის მიმართულებით ჩვენ 2019-დან ძალიან ბევრი პროგრამა გქონდა და ეს დეფიციტი არის ძალიან შემცირებული, თუმცა ყოველწლიურად მაინც ჭირდება ტექნიკას განახლება, იმიტომ რომ ეს ცვეთადი არის, როგორც მოგეხსენებათ და პირველადი წარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამიტომ ჩვენ არ წყვეთ პროგრამების ჩაშვებას, ყოველწლიურად ახდება პროგრამები, ემატება ახალი პროგრამები და არსებულ პროგრამებში ხდება ცვლილებები. წელს მაგალითად ახლა ორშაბათიდან ვიწყებთ ამ პროექტში განაცხადების მიღებას, გარდა ამისა კიდევ 3 პროექტში ვიწყებთ განაცხადების მიღებას, როგორიც არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კოოპერატივებისთვის, გადამამუშავებელი საწარმოები და შემნახველი საწარმოების პროექტი. კი ბატონო, სად უნდა მოგმართონ ეს ინფორმაციაც რომ მივაწოდოთ მაყურებელს, ანუ ფერმერებმა სად უნდა მოგმართონ და თუ არის დაუშვათ შემთხვევები, რადგან ეს არ არის ერთგვარი უწყვეტი პროცესია, ხო? ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებთ ამ პროექტებს. არის თუ არა დაუშვათ შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ფერმერი გასულ წელსაც თუნდაც ის ცვეთადობა რაც ახლა აღნიშნეთ ამ მიმართულებით, ანუ იღებს მონაწილეობას და რეალურად უფინანსდება თუ რაღაც განსაზღვრულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დაუშვათ ფერმერი, რომ წელსაც მიიღოს და მომავალ წელს, ანუ რაზეა ეს რეალურად დამოკიდებული? რეალურად პროგრამებში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ პოტენციურ ბენეფიციარს, შეუძლია რამოდენიმე პროგრამით ისარგებლოს ერთდროულად. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ რომ აიღოთ შეღავათიანი აგროკრედიტი ერთი მიზნობრიობით და იმავე მიზნობრიობით გრანტის კომპონენტით ისარგებლოთ, ანუ თქვენი თანამონაწილეობის თანხმობა. ანუ სესხით შემიძლია და გრანტიც, კი ბატონო. ანუ სესხშიც მივიღებთ თანადაფინანსებას პროცენტულად და გრანტითაც შემიძლია სარგებლობა. დიახ, ზუსტად. ასევე შეგიძლიათ რომ სხვადასხვა პროექტებით გააშენოთ ბაღი, ვთქვათ, ერთი პროგრამით, იმავე გაგრძელება სხვა პროგრამის ფარგლებში, იმავე მიწის ნაკვეთზე შემნახველი საწარმო ააშენოთ, შემდეგ გადამამუშავებელი საწარმო ააშენოთ, იგივე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინოთ. ჩვენი მიზანია რომ ბენეფიციარებს შევქმნათ სტიმული, შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომ სოფლის მეურნეობა იყოს მდგრადი, კონკურენტუნარიანი დარგი და ბიზნეს და ფერმერს კონდეს მოტივაცია რომ ჩაერთოს ამ მიმართულებით. და აქვე არ შემიძლია არ კითხოთ რომ იმ რეალურად ხომ არ გამოდის რომ ერთი და იგივე ადამიანები სარგებლობენ და დაუშვათ სხვა ახალი სწორედ იმის გათვალისწინებით რომ მისთვის ნაცნობია მან ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, როგორ გააკეთოს და დაუშვათ ახალი რომელსაც აქვს პროექტებში მონაწილეობის მიღების რეალური სურვილი, ის ვეღარ ახორციელებს და ვეღარ მონაწილეობს სწორედ იმის გათვალისწინებით რომ ვინც უკვე გამოცდილია, სწორედ ამ გამოცდილების წყალობით ის რეალურად ჯობნის მისი პროექტი. ანუ აი ამ ტიპის პრობლემას როგორ უმკლავდებით? მოგახსენებთ, ანუ ერთი და იგივე პიროვნება ერთი პროექტის ფარგლებში ვერ მიიღებს ლიმიტზე მეტ თანადაფინანსებას. მაგალითად, როდესაც მე იგივე ამ პროექტის ფარგლებში ვახსენე, რომ 30,000 ლარიანი ლიმიტი არის ერთ ბენეფიციარზე, ამაზე მეტს ვერ მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს გასულ წელს მიიღებს თუ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ერთი დადგენილების ფარგლებში ერთი ბენეფიციარი მაქსიმუმ მიიღებს ლიმიტის ფარგლებში თანხას. რაც შეეხება უბრალოდ აქტივობას და ინფორმაციის გაცვლას, ჩვენი რეგიონალური ოფისები, ჩვენ
ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს წარმომადგენლობა, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები. ფაქტურად კარ-და-კარ პრინციპით ავრცელებენ ინფორმაციას. გარდა ამისა, ჩვენი ვებგვერდი და საინფორმაციო ცხელი ხაზი მუშაობს ძალიან აქტიურად, რომ ბენეფიციარებამდე, პოტენციურ ბენეფიციარებამდე და ფერმერებამდე ეს ინფორმაცია მივიდეს, თუ რა პროექტებს ვახორციელებთ და რაც თავარია, ჩვენ როდესაც ვაანონსებთ პროგრამაში განაცხადების მიღებას, აი ეს სწორედ ამიტომ ვარ ახლა თქვენთან, რამოდენიმე ერთი კვირით ადრე ან ორი კვირით ადრე, სამი კვირით ადრე ვებგვერდზე ვანთავსებთ ინფორმაციას, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რომ ამ დროიდან იწყება განაცხადების მიღება, შესაბამისად ინფორმაციის გავრცელების ნაწილში ვფიქრობ, რომ გამოწვევს პასუხი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ თქვენს და თქვენს ბენეფიციარებსაც. თორნიკე კაპანაძე იყო ბიზნეს პარტნიორის ეთერში. დიდი მადლობა.